ადამიანის დაწყევლა არის სატანაზე მსახურების ჭეშმარიტი მდგომარეობა. წყევლა არის სატანაზე ჭეშმარიტი ლოცვა, როგორც მამაოჩვენო უფლისთვის. მისი მოციქული ხარ, უბრალოდ არიცი ეს. შენ თუ წყევლი ადამიანს, შენ ხარ შავ მაგზე ვარესი. შავი მაგი არ აკეთებს ამას. შავ მაგს ესმის რომ თავად რომ დაწყევლოს, ეს არის კოშმარი მისთვის. ის სხვანაირად აკეთებს თავის რიტუალებს. ისი აკეთებს რომ თავად ნაკლებად დაზიანდეს უფრო დიდხანს რომ იცოცხლოს დედამიწაზე. ადამიანში წყევლა იღვიძებს შეპყრობის დროს. შეიძლება ეხლა თქვას ვიღაცამ რომ მერე რა იწყევლება თქვა ვიღაც ბებია ჩემი ან ვიღაც ნაცნობი მერე რა მოხდა. ვერ ხვდები თქვენ რა მოხდა. ამაშია თქვენი პრობლემა. შეპყრობა აქვს იმ ნაწილში და კონკრეტული არსი ყავს, რომელიც აწევლინებს ადამიანებს და უდიდეს სიმძიმეში სვამს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვინც იწყევლება. პარადოქსი იცით რა არის? არიან ადამიანები, რომლებიც წლები ცხოვრობენ მონასტერში, წლები დადიან ტაძარში და ესეთი ადამიანები იწყევლებიან და მათთვის ეს ნორმაა. ესეთ პარადოქსულ სამყაროში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ. როგორ მუშაობს წყევლის მექანიკა? ჯერ ადამიანი ბრაზდება შიგნით, წარმოქმნის თავის თავში დესტრუქციულ დიდ ენერგიას ფიქრებით. როგორც დატენო რაღაც იარაღი, ისე იტენება ჯერ ნეგატიური ფიქრებით და ბნელი უბუსტავს განწყობას. ეს როგორ გააკეთა, ის ამას იმსახურებს, ის გარდაცვლას იმსახურებს, პირდაპირ ბნელი ელაპარაკება და ბნელის ყურმოჭრილი მონაა. როგორც კი დაიბუსტება საკმარისი ბნელი ენერგია ადამიანში, დაგროვებულ ენერგიას კონცენტრირებული სხივით, როგორც ტყვია ესროლო, ლაზერი ესროლო, ისე ისრის კონკრეტული ადამიანის მიმართ დესტრუქციას. ვიზუალურადაც წარმოიდგენს ადამიანს და მისამართზე უგზავნის ამ გამანადგურებელ ენერგიას. ეხლა აქ არის რამდენიმე ფაქტორი. ორი ფაქტორია. რა ძალით იმოქმედებს ეს წყევლა შენზე? პირველი, გეკუთვნის თუ არა ეს წყევლა შენ? ანუ მიზეზი საფუძვლები მიეცი თუ არა ამ ადამიანს. და ნახე, ესეთი ადამიანი ყოველთვის შემოდის შენთან კომუნიკაციაში გარკვეული დესტრუქციით, რომ შენს უპასუხო ნეგატიურად, მანაც გიპასუხოს და საფუძველი შექმნას, ეს წყევლა რომ მოგივიდეს, ჯერ თქვენ შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი უნდა დამყარდეს, ემოციური, დესტრუქციული ეს კავშირი. და ამისთვის მაქამდე ამ ადამიანთან გარკვეული კონფლიქტი მოგდის, ისე რომ არც გინდოდა. უბრალოდ მან ჩაგითრია ამ კონფლიქტში, რომ მერე გწყევლოს. ნახე, მაქამდე რომ დაწყევლოს ადამიანი, საფუძველი არ ექნება, რომ ეს ენერგია გაუგზავნოს. საფუძველი არ ექნება, კავშირი არ ექნება, რომ კარგად მივიდეს ამ ადამიანთან ეს ენერგია. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბნელი მიზეზს ვერ აძლევს იმ ადამიანში მაწყევარში, რომ ადამიანი დაწყევლოს. ადამიანსაც კი ჭირდება მიზეზი, რომ ბნელმა უთხრას, რომ ეს გაგიკეთა, ის გაგიკეთა. ამიტომ ეს ადამიანივე ქმნის მიზეზს, ეს ადამიანივე ამყარებს თქვენ შორის ენერგეტიკულ კავშირს, მისამართს, შემდეგ გიშვებს წყევლას. და ნახე, შენ თუ შეხვედი ამ ადამიანთან კონფლიქტურ კომუნიკაციაში, შენ თუ შენ, სამყაროს ძალებს უჭირთ ეს წყევლა რომ აგაცილონ. რადგან სამყაროს მექანიკის მიხედვით, შენ თუ ამ ადამიანს დაუკავშირდი, შენც უთხარი ცუდი სიტყვა, მანაც გითხრა ცუდი სიტყვა, სუფთა ვერ ხარ ბოლომდე რომ გარანტირებული დაცვა გაგიკეთოს უფალმა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც იმ ადამიანს მიზეზი აქვს, თუნდაც მან გამოგიწვია და ჩაქსვა ამ კონფლიქტში, მაღალი იერარქია ვერ გიცავს ისე როგორც საჭიროა, რადგან მიზეზი შეიქმნა თქვენ შორის. და ეს გამორტყორცნილი წყევლა ურტყამს მეორე ადამიანის აურას. დაიწყევლა ერთი, დაიწყევლა მეორე, დაიწყევლა მესამე და ეს ადამიანი მთელი ცხოვრება თუ იწყევლება შენზე, მთელი ცხოვრება ურტყამს ეს ადამიანი შენს აურას. როგორც ეხა კარებზე ვიღაცამ ლომი ურტყას, რომელიც ადრე თუ გვიან შეანგრევს ამ კარებს. მაგ დროს რა თქმა უნდა ლოცვები დაგეხმარება. ასეთ სიტუაციაში ვინც იცი რომ მოწყევარია, ნეგატიურია და ასე შემდეგ, საერთოდ არ უნდა უპასუხო, არ უნდა მიცე მიზეზი, რადგან ის მიზეზს მოგიძებნის. გესმის? უნდა განერიდო. და ნახე, შესაძლოა შენ კონკრეტულ ცხოვრების ნაწილზე რაღაც ჩავარდნა გქონდეს სულიერებაში, ნეგატივებში წახვიდე და შენი აურა ამ დროს არის დასუსტებული და ის კვლავ აგზელებს შენი კარების შემონგრევას და მაგ დროს უკვე გინგრევს კარებს და შენ ვარ ეს სტრესში ვარდები. არც ლოცულობ, არც მშვიდში ხარ, არც ფიქრების კონტროლი გაქვს, არც სიტყვების კონტროლი გაქვს. შეიძლება შენს წყევლი უკან და თუ გაარღვია ეს შენი დამცავი ფარი, მაგ დროს ეს ენერგია ურტყამს შენს ეთერულ სხეულს, შენი სხეულის ენერგეტიკულ ნაწილს. ამ დროს ადამიანებს ეწყებათ თმისცვენა და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება გაცივდე, რაღაც დაგემართოს და ასე შემდეგ. მტკიცებულების სახით რომ გითხრათ ეს რეალობა არის თუ არა, ვისაც ჭრიან სიზმარხილვაში, ყველას თმისცვენა ეწყება, იმიტომ რომ თმები იღებს ძირითად დარტყმას. თმები არის ენერგო რეზერვარი, ესე ვთქვათ, იღებს ნეგატიურ ენერგიას, დადებით ენერგიას და ასე შემდეგ და როგორც წესი თმების ცვენა, იმიტომ იწყება, რომ თმები იღებს ამ დარტყმას. მოსულან ჩემთან რელიგიური ადამიანები ტაძრებში წლები რომ უცხოვრია,
უმოღვაწეა, შეპყრობილი. უთქვამს რომ დაუწყევლე ის ფეხი მოტყდა, ის დაემართა, გარდაიცვალა და ყველა ეს მოვლენა. და ის ადამიანი კი ვერ ხვდება რომ ფეხი მოტეხა მან გარდაცვალა, მან გააკეთა ეს. მას გონია რომ რადგან თავად არ გაუყარა დანა მუცელში, მან არ გააკეთა, ესე ფიქრობს. მაგრამ ბნელმა სპეციალურად მიიყვანა წყევლის იმ მდგომარეობაში მაღალი სულის მქონე ადამიანი, რომ ამ მაღალი ენერგიით ანადგუროს სხვა ადამიანები, სანამ მაღალი იერარქია არ დაუბლოკავს ყველა ძალას. ამიტომ მასეთ მაწყევარს პირდაპირ ადევს ადამიანის სიცოცხლე კისერზე. ანუ მასეთი ადამიანი პირდაპირ ხვდება იქ, ჯოჯოხეთში. თუ არ გამოასწორა თავისი ქმედებები. პირდაპირ ხვდება, რადგან ის ვერ ხვდება რომ იმ ადამიანს კლავს, ანუ ვერ ხვდება მაგას. და ედება ვალად. თან იცის, რომ დაწყევლა ის გარდაიცვალა. დაწყევლა მეორე ფეხი მოტყდა. დაწყევლა მესამე დაემართა. ანუ იცის ეს ყველაფერი. მაგრამ ცნობიერამდე ვერ მიდის რომ ისაკეთებს ამას. გესმით? თავს იტყუებს და საბოლოოდ მასეთი ადამიანი გაწირულია უბრალოდ. უფალთან არ არის, შეპყრობა აქვს და ვერაფერი ვერ ეშველება, სანამ დილით მზეს ხედავს, თუ არ გამოასწორა თავისი სიცოცხლე, წასულია მისი საქმე. ეხლა როცა საერთოდ არ იმსახურებ ამ წყევლას, არც რეაქციაში შესულ ხარ, არც მიზეზი აქვს და არც სხვა რამ. ამ შემთხვევაში წყევლა მუშაობს ძალიან დაბალი დიაპაზონით, რადგან გარანტირებულად გეკუთვნის დაცვა. არანაირი მიზეზი არ აქვს იმ ადამიანს, რომ ეს წყევლა გამოგიგზავნოს. რატომ იცი? ნახე, ადამიანი, რომელიც იწევლება, ის ამ დესტრუქციულ ენერგიას გიგზავნის შენ, მაგრამ თან საჩივარს აკეთებს სამყაროში. აი, სასამართლოში იგზავნება ადამიანის წყევლა. სამყაროს მექანიზმი სასამართლო ამ წყევლას ვერ აჩერებს, რადგან აქ უკვე ორივე ნებების მქონე ადამიანები ხართ და სასამართლოა ნეიტრალური. და მასშტაბე თუ მიზეზი აქვს, სასამართლო ვერაფერს ვერ შვება იურიდიულად, ანუ სამყაროს მექანიკის მიხედვით. და თუ სრულად მართალი ხარ, კავშირიც არ გაქვს, სასამართლო ეუბნება ტყუილად აგზავნი ამ წყევლას და უკან უბრუნებს. ან ნახევრად აგზავნის. საჩივარიში აქვს, ვინც იწევლება. ესე გამიკეთა, ეს გამიკეთა, ის იმსახურებს ამას, მე შემიძლია მას უპასუხო ესე და სამყაროს სასამართლო არ ეუბნება რომ არ ქნა ეს, ნუ ჩაიდენ ამ ბოროტებას. ის არის ნეიტრალური და ადამიანს აქვს ნება, ღვთიური და ღვთიური ენერგია შეუძლია გამოიყენოს ბნელში ან შუქში. და თუ ვინმე ბნელში იყენებს, სასამართლო არ ეუბნება, ნუ იყენებ შენ ბნელში, ნუ აკეთებ ამას, ნება გაქვს. სასამართლოს ნება არ აქვს. სასამართლოს კანონზომიერებები და კანონები აქვს. და დასაწყისში რატომ თქვი რომ სატანაზე ლოცვის ჭეშმარიტი მდგომარეობაა თქო. ეს წყევლები იგზავნება სატანასთან. სატანას სთხოვს ადამიანი და დაშვებას იღებს ბნელი ამაზე, რომ მეორე ადამიანს დაუშაოს. თუ იმ ადამიანს მიზეზი აქვს მიცემული ამაზე და ბნელი არის ჭკვიანი, მან იცის როგორ წამოგიკიდოს ამ ადამიანიდან, როგორ მიეცეს მიზეზი შენზე, რომ სამყაროს კანონზომიერებებით ვერ გააჩერო შენ ეს წყევლა. ანუ ბნელმა იცის სამყაროს იურიდიული კანონები და მაგის მიხედვით მოქმედებს და შენ არაფერი არ იცი. ეხლა თავი როგორ უნდა დაიცვა შენ? როდესაც ერთი ადამიანი წამოჭრის სარჩელს წყევლით თუნდაც, მეორე ადამიანმა უნდა მოინანიოს. უნდა თქვას მომიტევე უფალო, თუნდაც მართალი იყო შენ, თუნდაც ბოროტულად უპასუხე და მართალი იყავი. შენ რომ მას უპასუხე ბოროტულად, ბრაზით, ამ ყველაფრით კარებები გაუღე მასთან კავშირს და შენც წარმოქმენი ესე ვთქვათ მიზეზი. ამიტომ შენ უნდა უთხრა უფალს, უფალო მომიტევე, მოყვასი ვერ ჩავრთე, უკან უპასუხე, მომიტევე უფალო და რომ მოინანიებ ლოცვებით. ამით შენ სასამართლოში განაცხადებ, რომ მე გავაცნობიერე ჩემი შეცდომა, ის ადამიანი უკვე რასაც მიგზავნის, ჰაერზე აქვს წამოჭრილი სარჩელი და უკვე სასამართლო სამყაროს მექანიზმი ბლოკავს მის წყევლებს. ანუ მონანიება დაცვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ამ ნაწილში. თუ მიზეზი აქვს იმ ადამიანს რომ წყევლის და შენს თუ არ დააკელი, შენ უნდა მოინანიო, გააცნობიერო შენი შეცდომა და საპირწონე საქმით უნდა დააბალანსო ეს მოქმედება. რატომ იცი? შენ რომ ეს გააკეთე, შენ დაეცი ვიბრაციულად და დაკარგე ენერგია. ამიტომ ეს რომ აღიდგინო საპირწონე სასიკეთო საქმე უნდა გააკეთო იმ ადამიანთან მიმართებაში ან სხვასთან მიმართებაში, რომ რაც დააშავე მატერიალურ მოქმედებაში, იგივე გამოასწორო კეთილი მოქმედებით. ნეგატიური მოქმედება უნდა გადაფარო კეთილი საქმით და რაც უფრო კეთილ საქმეს აკეთებ, მით უფრო იქცევ მაღალი იერარქიის ყურადღებას, მით უფრო კავშირი აქვს მაღალ იერარქიას შენთან და გიგზავნის მცველებს, ანგელოზებს, ფარველებს დამატებით და დაცული ხარ. ამიტომ იყავი ლოცვებში, მოინანიე თუ რამე ვინმეს გაუკეთე რომ მისი წყევლა არ მოგივიდეს, გამოასწორი მოქმედებითვე შენი მოქმედება, იყავი უფალთან, არ მიცე მიზეზი მაწყევარ ადამიანს რომ კონფლიქტში შემოვიდეს შენთან, გაეცალე და იყავი მშვიდში, შვიდი იყოს თქვენში. არავინ არ დაწყევლოთ თუ არ გინდათ რომ ბოლოს კოშმარში ამოყოთ თავი.